მესტიაში კი ფრირაიდის მსოფლიო ტური დასრულდა. შეჯიბრში 50-მა გამორჩეულმა რაიდერმა იასპარეზა. მათ შორის იყო Wildcard-ის მფლობელი საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. საქართველოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს ბაკურიანში უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრად შეფასდა. ღონისძიების ორგანიზატორი ტელსაც მთის ტრასების სააგენტოა. თეთრნულდის მზიან კადრებს, რომელსაც თქვენს ეკრანებზე ახლა ხედავთ, 16 ქვეყნის 50 რაიდერი. მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონი მაყურებელი და ამ ტურნირის მოწყობაში ჩართული რამდენიმე ასეული ორგანიზატორი 7 დღის განმავლობაში ელოდებოდა. ფრირაიდის მსოფლიო ტური 23 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თეთრნულზე მზე 6 დღე არ ჩანდა და ტურნირის ჩაშლის პირას იყო. თუმცა ზუსტად ბოლო დღეს ამინდის ფანჯარა გამოჩნდა. სვანეთმა კი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლა. მსოფლიო ტური წელსაც წარმატებით დასრულდა, ეს არის დიდი აღიარება ქვეყნისთვის. ამ სერიებს ვაგრძელებთ, 20 წლიანი კონტრაქტი გვაქვს, შეფასებები საკმაოდ მაღალი არის, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე ათლეტების მხრიდან და შესაბამისად ეს არის დიდი წარმატება, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს და კონკრეტულად სვანეთს. ფრირაიდის მსოფლიო ტურს მესტია უკვე მეორედ მასპინძლობს. ეს დისციპლინა ზოგადად ზამთრის სპორტის ახალი მიმდინარეობა და ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მთავარი მიზანი მთის წვერიდან გაუკვალავ თოვლში სრიალით დაშვება. მთის წვერზე მოთხილამურები ვერტმფრენით ახკავთ. თუმცა კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ამავე ვერტმფრენით მანამდე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხელოვნურად იწვევენ ზვავის მოწყვეტას და შემდეგ ამ მასაზე ხდება მოთხილამურეთა დაშვებაც. ძალიან კარგია საქართველოში დაბრუნება, კარგ ხალხთან ერთად სრიალი, მქონდა გარკვეული შეცდომები, თუმცა მოვახერხე თავის შენარჩუნება. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ვისურვებდი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. შესანიშნავი შეჯიბრი იყო, ძალიან კარგი თოვლი იყო. მოუთმენლად ველი მომავალ წელს აქ დაბრუნებას. 16 ქვეყნის 50 მოასპარეზე სპორტსმენს შორის ერთ-ერთი ქართველი რაიდერიც იყო. Wildcard-ის მფლობელი ჯაბა სხვედიანი. ჯაბამ შარშანაც იასპარეზა და წელს საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. წინა წელთან შედარებით ბევრად თავისუფლად ვიყავი, ბევრად კარგად გრძნობდი თავს, ბევრად მეტი რისკიც ჰქონდა ბილეთებზე, ბევრად კარგი ლაინიც ჰქონდა არჩეული. რაც შეეხება განსხვავებას წინა წელთან შედარებით, კარგი ის არის, რომ უკვე ლაინის კითხვა დავიწყე, თის კითხვა დავიწყე და ვიცი სადაც მინდა რომ დავეშვა, იმ ადგილას ვეშვები და შემიძლია იმ ადგილას მივიდე, სადაც მინდა. ეხლა უბრალოდ სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი სრიალი მჭირდება, რომ უფრო და უფრო განვითარდე. კურორტ თეთრნულზე ფრირაიდის მსოფლიო ტური მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით გაიმართა. ეს ღონისძიება ტურიზმის კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იმ 6 დღის განმავლობაში, როდესაც ტურნირის ჩასატარებლად თეთრნულზე მზის გამოსვლას ელოდებოდნენ, ქართულმა მხარემ რაიდერებს სვანეთი შემოატარა და მათ ქართული კულტურა და კულინარიაც გააცნო. და ეს ყველაფერი ტურნირის მონაწილეებმა საკუთარ სოციალურ ქსელებში ატვირთეს. მათი ჯამური გამომწერების რაოდენობა კი რამდენიმე მილიონია. ახლახანს დავასრულეთ შესანიშნავი ღონისძიება. ყველაფერი გამორჩეულად კარგი იყო. აქ 2 კვირის წინ ჩამოვედი და ყველა ძალიან დასტრესილი იყო თოვლის გამო. თუმცა, შემდეგ იყო შტორმი, თოვლი და ქარიც. ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული იყო. მთლიანი გუნდის წყალობით ქართველებს შესანიშნავი მთის გიდები ყავთ. მათი და მთლიანი გუნდის დახმარებით შევძელით უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური შარშან პირველად ჩატარდა და მაშინ ტურნირის ორგანიზებისთვის საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციისაგან მაღალი შეფასება მიიღო. წლევანდელი ტურნირიც იგივენაირად შეფასდა. ამგვარად მესტია მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება ხდება, ხოლო კურორტი თეთრნული ფრირაიდის მოყვარულთათვის ახალ აღმოჩენას წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციასთან ამ ტურნირის გამართვაზე 4 წლიანი კონტრაქტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 2 წელი ფრირაიდის მსოფლიო ტური კვლავ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. ასეთი იყო მოამბის მთავარი გამოშვება.